საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე თურქეთში მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა მარინე მიზანდარი იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თურქეთის კულტურის სამინისტროსთან აწარმოებდა, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები და რა მდგომარეობა ახლა კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე ჩვენი კორესპონდენტი თამარ ილურიძე სტუდიიდან მოგვიყვება. თამარ, რას ამბობს მარინე მიზანდარი? როგორც მარინე მიზანდარი ამბობს, ქართული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია თურქეთში გაემგზავრება 17 აპრილს. დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. დელეგაცია სავარაუდოდ 9 წევრისგან დაკომპლექტება. მარინე მიზანდარის თქმით, ეს არის თურქულ-ქართული მოლაპარაკებების არაოფიციალური შედეგი. ოფიციალური შეთანხმება არ მოხდარა და ხელი არც ერთ დოკუმენტზე მოწერილი არ არის, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ქართველი სპეციალისტები იშხანს მოინახულებენ, შეისწავლიან ადგილობრივ სიტუაციას და როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ქართველი სპეციალისტები ეწევიან ოშკსაც და ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას. კულტურის სამინისტროს განცხადებით ეს გადაწყვეტილება უკვე ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი იყო 14 თებერვალს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი თურქი კოლეგის შეხვედრაზე, თუმცა გუშინდელი შეხვედრის დროს უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 17 აპრილს ქართველი სპეციალისტები გაემგზავრებიან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. თურქეთის მხარემ განაცხადა მზადყოფნა ქართველი სპეციალისტების აზრის გასათვალისწინებლად. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მივიწერთ ამ ასე ვთქვათ მცირე გამარჯვებას მხოლოდ ჩვენი უწყება, იმიტომ რომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც მოახერხეს ძალიან მოკლე ვადებში ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზება. მინდა აღნიშნო საგანგებოდ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ ფონზე, რაც ჩვენ დახვდა, ანუ ამ წლის 14 თებერვალს შეთანხმება შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა არა მარტო აი ამ იშხანთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების დასაწყის, არამედ უფრო სხვა ასპექტებსაც შეეხო და შეიძლება უფრო მრავალმხრივი გახდეს ეს თანამშრომლობა. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების ჩასვლამდე თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიკოსები ითხოვენ მონიტორინგის ჯგუფის გამგზავრებას. ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ, როგორც მან აღნიშნა, იმ დრომდე სანამ ოფიციალური დელეგაცია გამგზავრება, საჭირო ადგილზე იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ისტორიკოსების შეფასებით ეს სამუშაოები ტარდება არაპროფესიონალურად, შესაძლოა რაიმე ღირებული აღმოჩენა დაიკარგოს ამ სამუშაოების დროს და საჭიროა, რომ ყველა ეს მიმდინარე სამუშაოები დაფიქსირდეს ფოტოკამერით. როგორც ბუბა კუდავამ აღნიშნა, საჭიროა პროცესში ჩაერთოს არასამთავრობო სექტორიც, რომელიც 17 აპრილამდე მოახერხებს ტაო-კლარჯეთში გამგზავრებას და ადგილზე შეისწავლის დეტალურად ინფორმაციას. რა თქმა უნდა ჩაერთონ ქართველი სპეციალისტები, ეს გვესმის უკვე წლებია. რა თქმა უნდა იყოს თანამშრომლობა, ვინაიდან თურქ კოლეგებს აქვთ ნაკლები გამოცდილება ქრისტიანულ ძეგლებზე და მით უფრო ქართულ ქრისტიანულ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. ნაკლებად იცნობენ სპეციფიკას, ქართული მხარის მონაწილეობა სრულიად ცალსახად არის აუცილებელი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მიმდინარეობს იქ გარკვეული სამუშაოები და ვფიქრობ პირველ ეტაპზე მაინც სანამ ეს დეტალები არ გაირკვევა, ქართული მხარის ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებული დეტალები არ გაირკვევა, სულ მცირე მუდმივი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს ადგილზე, სულ მცირე. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ამ მონიტორინგის განხორციელება ოფიციალურ შეთანხმებამდეც შეიძლება. გაითვალისწინებს თუ არა კულტურის სამინისტრო ბუბა კუდავასა და სხვა ისტორიკოსების რეკომენდაციას, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე გაემგზავროს მონიტორინგის ჯგუფი და ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია იმ დრომდე, სადაც სანამ ჩავლენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები უცნობია, თუმცა როგორც მოგახსენეთ, 17 აპრილს გაემგზავრება დაახლოებით 10 კაციანი ჯგუფი, სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ადგილზე სიტუაციას, გააკეთებს მონიტორინგს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ იშხნის გარდა პრობლემებია ოშკთან დაკავშირებითაც და იმ დრომდე სანამ ოშკსაც დაიწყება არასწორი სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჭიროა ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია გამოხატოს. მადლობა თამარ, პირდაპირ ეთერში თამარ ილურიძე.